მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულ მადლობა იმის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემს გაგაცნობით, მე ვარ კატო. პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ, რა თქმა უნდა, მითითებულ ნომერზე, რომელსაც უწოდებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, ასევე რიტუალებისთვის, აქსესუარებისთვის, დამცავებისთვის და სანთლებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. სამი რამ, რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. სამი რამ, რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. გავაკეთოთ ისე, რომ მოდით იყოს ორი ვარიანტი. და ვნახოთ სამი რამ, რაც მოხდება უახლოეს პერიოდში. ესე იგი, პირველი ვარიანტისთვის 1, მეორე, მესამე და მეორე ვარიანტისთვის სამი რამ, რაც მოხდება უახლოეს პერიოდში. ეს 1, ეს 2 და ესეც 3. იყოს ესეთი ბაყაყი და იყოს ესეთი ბეჰემოტი. ნახოთ, სამი რამ, რაც მოხდება უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. პერიოდი თქვენ აირჩიეთ 1-დან 3 თვემდე. ვიღაცამ შეიძლება 1 კვირაც აირჩიოს, ყოველ შემთხვევაში ნახოთ. გადავდებ მეორე ვარიანტს. და პირველი ვარიანტი ბაყაყი, ვინც აირჩია სამი რამ. პირველი. პირველი ეს არის სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ინგრევა, ყველაფერს ვამთავრებ და ვიწყებ ახალ ცხოვრებას, ხო? მოდით ნახოთ. რასთან დაკავშირებით მოხდება, ასე ვთქვათ, რადიკალური ცვლილებები, რადიკალური დანგრევა, გასწორება. ნახოთ, რასთან დაკავშირებით იქნება ეს ყველაფერი. ესე იგი, თქვენ ცხოვრებაში რა მოხდება? მოხდება ის, რომ თქვენ მოიშორებთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ სიტუაციას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, არის ტყუილის, ენერგიის მოპარვის, ხო? ადამიანებს, რომლებიც, ესე ვთქვათ, არ გაძლევენ სწორ ინფორმაციას, თქვენს ცხოვრებაში ძალიან ცუდად იხედებიან, რომლებსაც თქვენი შურთ, ხო? აი ნახეთ, რა შემოდის, ხო? ანუ რა იქნება, ხო? ეს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში ეს მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მორჩება და სრულდება თქვენს ცხოვრებაში ის ადამიანები და ის მდგომარეობა და ის სიტუაცია, რომელიცაც მიაქვთ თქვენგან ენერგია, რომელიც არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას. მატყუარა ადამიანები, ენაჭარტალა ადამიანები, რომლებიც გიმძიმებენ იმ სირთულეებს, იმ თქვენს გზას, რომელიც უნდა ვთქვათ გაიაროთ ლაღად, ხო, მშვიდად და წყნარად. აი ესენი წაავლენ თქვენი ცხოვრებიდან და ეს არის ძალიან კარგი რამ, რაც შეიძლება რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ფაქტიურად. ძალიან კარგი. მეორე რა შეიძლება რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში? ეს არის ახალი ენერგიები. მოდით ვნახოთ, რასთან მიმართებაში არის ეს ახალი ენერგიები. ეს არის ახალი ენერგიები. აქ როგორი მომენტია, იცით, აქაც დიდი ტრანსფორმაციის მდგომარეობა არის. ეს ტრანსფორმაცია რას ეხება? ეს ტრანსფორმაცია ეხება მატერიალურ სიტუაციას. ნახეთ, აქ მოდით ესე კეთოთ.
მეორე რაც შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ეს არის ახალი იდეები, ახალი წამოწყება, ხო, ახალი ენერგია, რომელიც სრულად ცვლით, ნახეთ, სრულად ცვლით თქვენს ცხოვრებას. გრევა, ტრანსფორმაცია, ძალიან კარგი არკანებია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ადამიანის ცხოვრებაში შემოდის რაღაცა სტაბილურობა, ხო? ეს არის მატერიალი. ძირითადი მეორე საკითხი თქვენს ცხოვრებაში ეს არის მატერია, რომელიც, ნახეთ, სრულდება რაღაც ისეთი ფინანსური, კარიერული პრობლემების მდგომარეობა, თქვათ, წინ მივდივართ, უკეთესი ხელფასი გვაქვს, უკეთესი სიტუაცია შემოგთავაზეს, თუ არა გვაქვს სამსახური, ვიშოვეთ, ან ნახეთ, განახლება ხდება თქვენი ენერგიების, ხო, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი იწყება, ну, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ბიზნესი დაიწყოს, ხო, ანუ ნახეთ, მეორე რაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ეს არის ენერგეტიკული, გონებრივი განახლება თქვენი, ანუ სრულებით ცვალებადობა, ან აღარ მაკმაყოფილებს ძველი და მოვდივარ ახლისკენ, რომელიც არის განსაკუთრებულად ეს მატერიალურ კუთხესთან მიმართებაში და ძალიან კარგია, რომ ახალ იდეებს წამოიწყებთ, ხო, ახალ რაღაცა ახალ შექმნით თქვენი ცხოვრება, თქვენი მომავლის, თქვენი მატერიის. მესამე, რა იქნება ეს? რასთან დაკავშირებით? ხო, აი მესამე რაც შეეხება, ნახეთ, ეს არის მომენტი, როდესაც ნახეთ, ცოტა ემოციური მომენტი, როდესაც ნახეთ ადამიანი სწორი რაკურსი უნდა აიღოთ, ნახეთ, რას გეუბნებათ მესამე, რაც შემოდის, ეს არის ემოციური მომენტები. კი, ნახეთ, როგორც არ უნდა ვთქვათ, როდესაც მიდის ადამიანის ცხოვრებაში ტრანსფორმაცია, როდესაც ხდება ცვლილებები და როდესაც კოშკის არკანით ვიწყებთ, ხო, ცვლილებას, ეხლა ძალიან რთულია, ვინც რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს და რამდენი წლებიც არ უნდა წაგვართოს ადამიანმა ენერგია, ნახეთ, როდესაც მეგობრობთ ადამიანთან და გვაქვს ურთიერთობა, თუნდაც პარტნიორი იყოს, თუნდაც რაღაც ძალიან ძნელია, ხო, როდესაც ესეთ ადამიანებთან გვიწევს დამშვიდობება, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ეს ადამიანები ჩვენს რეალურ ცხოვრებაში არიან, ასე ვთქვათ, გამჩერებელი ჩვენი ცხოვრების, ხო, სიტუაციებს, ან ჩვენს ცხოვრებას რაღაცა აპაუზებენ და აჩერებენ. როდესაც მე იწყებ ამხელა ტრანსფორმაციას მატერიალური კუთხით, რაღაცა მომენტში ემოციური მდგომარეობა ნამდვილად არის. იმიტომ რომ შეიძლება იცით როგორი მომენტი იყოს, რომ აი ის ადამიანი, რომელიც ჩამოიშორეთ, იმ ადამიანთან ძალიან ხშირად საუბრობდით, განიხილავდით რაღაცებს და მე როდესაც ვეღარ ახერხებ ამას ემოციურად რაღაც მომენტები არის მძიმე, ხო? რომ აი თითქოს მონატრება, თითქოს რაღაცა არის ეს მომენტები, ხო? ამიტომ აქ მესამე არის ემოციური მდგომარეობა. აი ამ ემოციურმა მდგომარეობამ თქვენ არ შეგიქმნათ საფრთხე და არ გაყოთ რაღაცა ორად, როდესაც ადამიანს გაუჩნდება შიშის მდგომარეობა და არ იცის რა უნდა გააკეთოს. ხდებით, ნახეთ, აი ამ ცვლილებებთან ერთად ცოტა ისეთი მომენტიც შემოდის, ხო? სიტუაცია, როდესაც მე შიში მიპყრობს, იმიტომ რომ ემოციებმა წამიღეს, იმიტომ რომ აი ის მდგომარეობა, რაც მოხდა და ის ტკივილები და ის რაღაც ტრანსფორმაციის მდგომარეობა, რასაც განვიცდი, ეს ჩემთვის რაღაცა ცოტა უფრო მძიმედ მოვიდა და ეხა რაღაცა შეიძლება ცოტა სინანულის მომენტი, რომ აი მიღირდა კი, არ მიღირდა, თქვათ, ამ ადამიანის დაკარგვა, მეორე მომენტში შიშის მდგომარეობა გამომივა კი, რატო აი საკუთარ თავთან რაღაცა ბრძოლების მომენტი არ დაიწყოთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენთვის დაამაზიანებელი და დაამაზარალებელი გახდეს, ასე რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ტოპრესტი საინტერესოდ
გარდაქმნათ ეს პერიოდი, იმიტომ რომ ეს პერიოდი იქნება თქვენთვის რაღაცა საკმაოდ კარგი პერიოდი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სუფთავდება გარემოცვით, მე უკვე სუფთავდება სულიერებით და მე უკვე სუფთავდება მისი გზებიც, ესე რომ ვთქვათ, ხო, უფრო თავისუფალი ხდება და უფრო მარტივი ხდება ამ ადამიანისთვის ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის არის, როდესაც კარგავთ იმაზე ისეთ ადამიანებს გვერდიდან, რომელთანაც ფაქტიურად ვენდობოდით და ეს იყო ჩვენი საყრდენი, მერე უკვე მარტივი ხდება ცხოვრება, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ყავთ ჩამოშორებული და წასული თავიანთ გზაზე და ისე გაიყარა თქვენი გზები, რომ უბრალოდ რაღაცა შემოხვედრი სიტუაციები აღარ არის რთულად გადასალახი, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის, საკმაოდ საინტერესო პერიოდი შემოდის, ესე რომ ვთქვათ. პირველ ვარიანტო და ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის 3 რამ, რაც მოხდება უახლოეს პერიოდში. პირველი, რაც მოხდება მზის არკანი, მშვენიერი არის მზის არკანი, ძალიან კარგი, ანუ განახლება მოხდება, რაღაცა სიახლეები მოხდება. საკუთარ თავზე ზრუნვას დავიწყოთ ცოტა ეგოისტურად შეიძლება ითქვას. ეს არის რაღაცა სიტუაცია, როდესაც არც თუ ისე რთული მდგომარეობა. რასთან მოხდება განახლება, რა არის ეს განახლება? ეს არის მატერიალური სიტუაციები. აქამდე თუ რაღაცები იყო დაპაუზებული, მოვიდა დრო, რომ რაღაცნაირად გაიხსნას გზები და თქვენთან შემოვიდეს მატერიალური სიტუაციები. ხო, მატერიალური მდგომარეობა. ვიღაცისთვის ერთად ამოვიდა. ვიღაცისთვის რაღაცნაირად ეს არის სიტუაცია, როდესაც სირთულეებიდან გამოვა, შეიძლება ვიღაცისთვის კრედიტების მომენტიც იყოს, ხო? აქ არის სიტუაცია, ნახეთ, რა შემოვა. კარგი ეს არის თქვენი გონიერება, ჩაირთვება და მიხვდებით, გამოიყენებთ, ნახეთ, გამოიყენებთ იმ შანსებს, რომელიცაც მოგცემთ სამყარო მატერიალური კუთხით, ხო, შეიძლება ითქვას. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა დამატებითი სამუშაო იყოს, ვიღაცისთვის რაღაცა ისეთი კარგი ვარიანტი იყოს იმას სამართებაში, შეიძლება ვთქვათ სხვა ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად, იმიტომ რომ იქ უკეთესად მოხდეს თქვენი ფინანსური საკითხების დალაგება, იმიტომ რომ უკეთესი სამსახური იყოს, უკეთესი ანაზღაურებით, ხო, წარსულში დატოვოთ რაღაცები და წახვიდეთ, ხო, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა თავის ცდუნებებთან მიმართებაში იყოს, ხო, ხა არ ეხამე ხშირად, ნუ ვიღაცა შეიძლება აზარტულ თამაშებთან იყოს დამოკიდებული და ის მოიტოვოს უკან, ხო, არიან ესეთი კატეგორიაც, ნუ ხდება ხოლმე არასოდეს არავის არ განვიკითხავთ. შეიძლება იყოს რაღაც ესეთი ხარჯები, სადაც დაუფიქრებლად ვიღაცას ასეცხებთ ფულს და მე გვახსენდება, რომ შეიძლება იმ ადამიანმა სულ არ დაგვიბრუნოს, ხო, ან რაღაცა პროექტი გავაკეთოთ, სადაც ჩვენი ინტერესები ან კონტრაქტი არ დავუდოთ და შესაბამისად დაზარალებული გამოვიდეთ, იმიტომ რომ ადამიანს გამოვიდეს საქმედან, ხელფასი არ ჩაგირიცხოთ. ნახეთ, აქ გეცლევათ შანსები, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, უფრო დაკვირვებით და უფრო გაანალიზებით მიხედოთ ყველაფერს და ძალიან ესეთი ენერგიულად წამოვიდეს სიტუაცია, ხო, რაღაცა განახლებები და ახალი წამოწყებები შემოვიდეს. მეორე რა შეიძლება რომ შემოვიდეს? მეორე არის სიტუაცია, როდესაც ადამიანის გონება იწყებს სიახლეებზე ორიენტირებას, ხო? ეს არის ახალი მდგომარეობა, ახალი გააზრებული ქმედებები, რომელიც ნახეთ, მე აქამდე თუ მქონდა სირთულეები, თქვათ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, რაღაცა საკითხებთან მიმართებაში, თუნდაც აი ხა ეტყობა მეორე ვარიანტს, არ ვიცი, რაღაცა მატერიალურთან მიმართებაში უფრო მეტი პრობლემები ქონდა, როგორც ჩანს შეიძლება და ნუ აქ უფრო როგორი მომენტია, იცით, ვისწავლი, ანუ მეორე არის ის, რომ გაცნობიერება მოხდება იმისი, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე არ ავიღო, ყველა ვალდებულება საკუთარ თავზე არ ავიღო და არიან ჩემს გარშემო ადამიანები, რომელსაც უნდა გადავუნაწილო ეს ვალდებულება, ხო? მივიღო დახმარება სხვა ადამიანს. შეიძლება ესეთი ადამიანები უყურებდნენ, რომლებიც არასოდეს არ იღებენ არავისგან დახმარებას, ხო? და ყოველთვის აქ ის რაღაცა ისეთი მომენტი
მე ვიზავ. ხო არის ისეთი კატეგორია ადამიანებისაც, რომლებიც მთელი ცხოვრება თავისით მოდიან, რაღაცა მოხდა, ახლა მათ ცხოვრებაში ვიღაცა გამოჩნდა, რომელმაც რაღაცნაირად უთხრა, რომ იცი რა, შენ ვთქვათ, კი, არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელსაც ძალიან კარგად ვუყურებ თავს, მიყვარ ხარ, პატივს გცემ და მოდი მე რაც შემიძლია, მაშინ მოგეხმარები, ხო, უბრალოდ გადავინაწილოთ, მე რა რომ შენი პრობლემა, მოდი მეც რაღაცა წილს გამოვალ, ხო, ამ პრობლემის მოგვარებაში, ხო? ანუ აი ისწავლით, მიიღოთ ის დახმარება, რომელსაც შემოგთავაზებთ სამყარო, ის ადამიანი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს და გადაანაწილებთ რაღაცა ამ თქვენს რესურსს სწორად, ხო? თქვათ, მატერიალურს ჯერ პირველი პრიორიტეტული რა არის, მეორე, მესამე ემოციურსაც ესევე, ხო, რაღაცნაირად გადააბალანსდებთ. ნახეთ, მეორე რაც არის, ეს არის ბალანსის მდგომარეობა. ბალანსში მოდის თქვენი ცხოვრება. ძალიან კაი. და მესამე რა შემოვა? სამართლიანობა. არ ვიცი, მეორე ვარიანტი როგორ ჩანს, ძალიან ისეთი ის ქონდა, სამართლიანობა. ეს არის საბუთები, ეს არის სიტუაციები, როდესაც ადამიანს ახალი სამუშაო, ახალი პროექტი, შესაძლოა ვიღაცა მიიღოს რაღაც ესე ვთქვათ, ქონებაც, ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი ატრიალებს თავის ცხოვრებას, ხო? ტოვებს უკან შიშებს, ტოვებს უკან გაურკვევლობებს და მის ცხოვრებაში სამართლიანად ტრიალდება ის ენერგიები, რომელიც მას აქვს გაცემული, ხო? ნუ შეიძლება ძალიან ბევრ სიკეთესაც აკეთებდით და სამყარომ მიხვდა, რომ მოვიდა დრო, რომ დაგიბრუნოთ ეს სიკეთეები უკან, ხო? ანუ თქვენს მიერ გაკეთებული საქმე, რომელიც აისახება თქვენი ცხოვრების სასიკეთო კუთხით. აქ შეიძლება იყოს კიდე ისეთი მომენტი, რომ ეს რა შემო უფრო მეტად მეორე ვარიანტთან რაღაცა ის უფრო არ ვიცი, მატერიალურ და ფინანსურ პრობლემების მდგომარეობაში იყო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაც ესე მასქენი მოვჭერი და შევხედე სულ მატერიალური მდგომარეობა ამოდის. აი ის მოლოდინები, რომლებიც ჰქონდათ, ხო, ჩადებული ენერგიები, ჩადებული რესურსები, ის დაგიბრუნდებათ ყველაფერი სასიკეთოდ, თქვენ და სასიკეთოდ მოტრიალდება ცხოვრება, ჩამოიხსნება ის რაღაც გაურკვევლობები, პრობლემები, რომელიც ხელს გიშლიდათ და გიშლით შეიძლება ეხაც რაღაც პატარ-პატარა მომენტი და მოგეცემა ჩანსი აქ თქვენი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანის, ესე რომ ვთქვათ, ხო? ნუ ესეთი ვიტყოდი, რომ მეორე ვარიანტს მაქსიმალური შანსი ეძლევა ცხოვრების გამოსწორების, თუ კარგად დალაგების, თუ წინსვლის და გაფართოების, რო იტყვიან, უბრალოდ აქ გჭირდებათ ბალანსი, აქ გჭირდებათ მეტი გათვლა და აქ გჭირდებათ, რომ მიმღებლობა დაიწყოთ, ხო, აი სამყარო თუნდაც ნახეთ რაღაცა ისე რო არ ხდება, თქვათ, თქვენ და სასიკეთოდ, ისიც უნდა მიიღოთ, ხო? და უბრალოდ უნდა მიიღოთ მადლიერებით ისიც, რომ მადლობა, რომ ვთქვათ, ის რაღაცა პატარა პრობლემა შემხვდა და არა კიდე უფრო დიდი, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, ხო? აი რაღაცნაირად მადლიერება ისწავლეთ, კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგია დაგიბრუნდეთ. აი ეს რაღაცა ბალანსი ამაში აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ეს სამყარო აშკარად მეორე ვარიანტისთვის რაღაცა უფრო ისეთ არ ვიცი, ბევრ შანსს მოგცემთ. აი ბევრ რაღაცასთან შეიძლება მინიშნებების მომენტიც იყოს ძალიან ესეთი და გამოიყენეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა გამოიყენეთ, ნახეთ, გამოყენება არ ნიშნავს, რომ ისეთ მომენტს ხო ცუდად ჟღერს, უბრალოდ გამოყენება, მაგრამ როდესაც ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, ხო, თქვენთან ხო მოდის ვიღაცა და გეუბნებათ, რომ ფინანსურად დამეხმარე, ვთქვათ, სიმძიმე ამიწიე, ოთახი დამალაგებინე, პირობითად ვიძახი, ხო? და თქვენ მიხვალთ და გააკეთებთ, ხო, მიეხმარებით, ხო? ზუსტად ისევე თქვენც უნდა შეძლოთ სხვა ადამიანთან თხოვნად დახმარების, იმიტომ რომ ეს არ არის
სასირცხულო, ეს არ არის ეხლა ვიღაცა ქუჩაში გამლას არ თხოვთ, ხო, იმ ადამიანებს თხოვთ, ვისაც ნამდვილად მიეცით თქვენი რესურსი. ამიტომ აი აქ ეს ბალანსი აუცილებლად გჭირდებათ, რომ დაიცვათ. მოკლედ, ჩვენიერი მე ბედნიერებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგან წარმატებას, უსაზღვრო და ულევს სიყვარულს. საინტერესო პერიოდი გექნებათ ორივე ვარიანტს, როგორც ჩანს, კარგი განახლებებით და კარგი ინფორმაციებით. მეკითხებით გემშვიდობებით.